ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს კლინიკაში ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლი წარადგინა და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურამ კაპანაძეს ბრალდება წაუყენა განზრახ მკვლელობისთვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სამი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იმავე დამამძიმებელ გარემოებაში. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისა და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის. მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს დაახლოებით 21 საათსა და 35 წუთზე თბილისში აკაკი შანიძის ქუჩაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა 4 ახალგაზრდასთან. შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდები მანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან განრიდებას სცადეს, რადგანაც ნიკოლოზ კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო დატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად კი ერთ-ერთი მათგანი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. პროკურატურა აცხადებს, რომ ამავე ქმედებით ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგანაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლსასროლი დაზიანება მიიღო. 2026 წლის 23 ივლისს დაახლოებით 00 საათსა და 6 წუთზე თბილისში აკაკი შანიძის ქუჩის 31 ნომერში მდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ადგილობრივები მედიას უყვებიან, რომ 10-ზე მეტი გასროლა 22 ივლისის ღამეს ახალგაზრდების სიცილსა და ხმამაღლას საუბარს მოჰყვა. თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. მათი თქმით, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებული საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი 4 პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია 3-ს მოხვდა. ცხოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რადგანაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა. ნიკა კაპანაძის დედა დოდო ოდიშარია მედიას უყვება, რომ რამდენიმე წლის წინ მის შვილს მასზე ძალადობის მცდელობისთვის შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ქალის თქმით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები წლები აქვს და ამის გამო კლინიკაშიც კი იწვა. ოდიშარია ამბობს, რომ ამის შესახებ წლების წინ მის სახლში მისულ პოლიციასაც უთხრა და იარაღების ჩამორთმევაც თავად სთხოვა. როგორც დაკავებულის დედა ხვება, იარაღები წაიღეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ დაუბრუნეს. დაკავებულის ადვოკატი ირაკლი აფსანძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. მისი თქმით, ვერ იტყოდა, რომ ბრალდებულს ბრალად შერაცხული ქმედებები სრულად გაცნობიერებული ჰქონდეს. ადვოკატი განმარტავს, რომ მას იარაღის შეძენა შენახვის უფლება ჰქონდა. ტარების კი როგორც ჩანს არა.